აი ამ იგავს ქვია ღვთისმშობლის ჟონგლიორი. ძალიან საინტერესო იგავია. ერთხელ ყოვლადწმინდა ქალწული ყრმა იესოთი ხელში ცოდვილ დედამიწაზე დაეშვა, რათა ერთ-ერთი მონასტერი მოენახულებინა. ახლა მე თვითონ გავაგრძელებ ამას, რომ ცოტა დრო მოვიღოთ. რასაკვირველია ეს ბერები აღფრთოვანდნენ, იმიტომ რომ ნებისმიერი აღფრთოვანდებოდა მათ ამიგილას. ყველა ცდილობს, რომ რაღაცა ისეთი წარუდგინოს მარიამსა და ღრმა იესოს, რაც მათ დაამახსოვრდებათ და რაც ამ ადამიანებს წარმოაჩენს. ზოგი თავის რაღაცა ლექსებს კითხულობს, ზოგი წმინდანების სახელებს ასახელებს, ზოგი რას ამბობს და ზოგი რას. და როდესაც უკვე ფინალში გავიდნენ, დადგა დრო ერთი ხანდაზმული კაცის, რომელმაც არაფერი არ იცის. ახალი მოსულია აქ. ეს მშობლები უბრალო ადამიანები იყვნენ, ცირკში მუშაობდნენ და ჟონგლირება ასწავლეს ამას. მეტი არაფერი არ იცის. და ამის დრო რომ დადგა ბერებმა გადაწყვიტეს, რომ დაესრულებინათ ეს წარდგენა, მაგრამ ამას იმდენად უნდოდა საკუთარი თავის ნაწილი მიეძღვნა ამ ძვირფასი სტუმრებისთვის, რომ ჯიბიდან 3 ცალი ლიმონი ამოიღო და დაიწყო ჟონგლირება. დანარჩენი ბერების სირცხვილით სად წასულიყვნენ არ იცოდნენ. მაგრამო ეს იგავი გვეუბნება, მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად სწორედ ამ დროს გაეღიმა ღრმა იესოს. და მარიამმა მხოლოდ ამ ბერს დართონება, რომ ხელში აეყვანა და გულში ჩაეხუტებინა პატარა იესო. რას გვიყვება ეს იგავი? სხვათა შორის ეს კითხვა შეიძლება თლად კანონერი არც იყოს, იმიტომ რომ იგავი ზოგჯერ მარტო ერთ რამეს არ გვიყვება. მაგრამ ამ წუთას მოდი ვთქვათ, რა არის აქ მთავარი. ჩემი აზრით ეს არის ძალიან მარტივი აზრი, რომ ზოგჯერ თუ ხშირად არა, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მშვენიერი, ყველაზე ამაღლებული, ყველაზე უბრალოთი არის ხოლმე წარმოდგენილი.